კიდევ ერთი რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ კიდევ 8 პირს ჯგუფური ძალადობის ნაცვლად ჯგუფური მოქმედება. სამბრალდებულს წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვალა. ზვია ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძალაშვილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ხელმძღვანელობაში. დანარჩენი 5 დაკავებული კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დამნაშავეებად ცნეს. მოსამართლის ვერდიქტს ორივე მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პროკურატურა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მოსამართლე გადაწყვეტილებაში დაზარალებულ სამართალდამცავებსა და დაზიანებულ ქონებაზე მიუთითებს, დაცვის მხარე კი საქმეში არ არსებულ მტკიცებულებებსა და ცრუ მოწმეებზე საუბრობს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება! ძირს რუსული რეჟიმი! პროტესტი მოჰყვა ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და კიდევ 6 დემონსტრანტის მიმართ მოსამართლის გამამტყუნებელ განაჩენს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძალაშვილს, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდნენ, 2 წლით და 6 თვით პატიმრობა. 5 ბრალდებულს კი, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი 225 მძიმე მუხლი, რომელიც 6 წლამდე და 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, შედარებით მსუბუქი 226 მუხლით გადააკვალიფიცირა. ხრათვი აბსურდში ვარ და აბსურდული განაჩენი დასრულდა დღევანდელი დღე და მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენ გადავდივართ პროტესტის ახალ ეტაპს ვიწყებთ და ეს პროტესტი არ გაჩერდება. ჩვენ ვერ გავჩერდებით, არ გავჩერდებით, ასე რომ უფრო მეტი ძლიერები იქნებიან ჩვენი შვილები და ჩვენ დედები თავისთავად, ასე რომ რეჟიმს ეშინოდეს დედები. ისედაც იციან, რომ შეთითხნილი იყო, მაგრამ ვერ გაბედეს ბოლომდე გაშვება ბიჭების. პროკურატურა განაჩენით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა 225 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ჩაიდინეს. საგამოძიებო უწყებამ ვიდეოებიც გაავრცელა, რომელიც მისი პოზიციით ბრალდებულთა დანაშაულს ადასტურებს. პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. სადაც ბარიკადები აწყობილია, იმის წინ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ეკლიანი, ლურსმიანი დაყრილი იმისთვის, რომ ტექნიკას გაუჭირდეს მოახლოვება. უკრაინაში იყენებდნენ Z კამერები რო არის, რაიმე უნდა მოუფიქროთ, უნდა დავფაროთ ეს კამერები, თორემ შემდგომ ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიან. ქაფით შეიძლება დაფარვა, საღებავის ის რა paintball-ის იარაღითაც შეიძლება დაფარვა, აუცილებელი არ არის მოტეხვა. პიროტექნიკა შეიძინეთ ინდივიდუალურად. რადგან ვიღაცამ რო ასე ჯგუფურად დაიწყო შეძენა, ეგრევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეგრევე აიყვანენ და ქვები, რა თქმა უნდა, რა, როდესაც თავდასხმაზე გამოდიან, ერთადერთი ვარიანტი არის ქვები. ზვია ცეცხლაძის ადვოკატის განცხადებით, ცეცხლაძის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოს ხმა არ ჰქონდა. ამასთან ცეცხლაძე 28-29 ნოემბერს თბილისში არ იმყოფებოდა. ეს ვიდეო 30 ნოემბერს ჰქონდა ჩაწერილი და მანამდე აქციის მონაწილეთა მოქმედებებზე გავლენას ვერ მოახდენდა. განაჩენით დაცვის მხარეც უკმაყოფილოა. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ არც 226 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული იყო სახეზე, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მონაწილეობას ნიშნავს. მათი პოზიციით მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამართალდამცველები ბრალდებულთა ქმედებების შედეგად დაშავდნენ. პროკურატურის ვიდეოები დამონტაჟებულია და არც ორგანიზებულობა და ჯგუფურობა დგინდება, რადგან ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ. სასამართლომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ვერ ცნო ზვია ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძალაშვილი და წარმოდგენილი სხვა დანარჩენი 5 ახალგაზრდა დამნაშავედ და გარკვეული წილად კომპრომისული გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ. სასჯელის შემსუბუქების ხარჯზე ბრალდებულები ცნო დამნაშავედ. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. ვინაიდან ამ საქმეზე უნდა ყოფილიყო ერთადერთი გადაწყვეტილება დამდგარი, ეს არის გამომართლებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ნებისმიერი გამომტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, ეს მინიმალური სტანდარტი ვერ იქნა დაკმაყოფილებული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ არის ის უკანონო და უსამართლო. ბრალდებულები საბოლოო სიტყვაში ამტკიცებდნენ, რომ ისინი არავის დაუორგანიზებია, ერთმანეთს არ იცნობდნენ, რუსთაველზე სპონტანურად პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ გავიდნენ და იცავდნენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მხარეებს განაჩენის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა აქვთ. 8 პირის საქმეზე დავა უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოში გადაინაცვლებს.